დილით ხვლიკის ფერია იგი, მოუღალავი, მზით გაშუქებული. შეღამებისას ოქრო ცურვილია, ხოლო მწუხრი შემოდგომისას თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი. ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით ახსილი ხაზების ზესრაფება. სწორედ ასე აღწერს სვეტიცხოველის ტაძარს კონსტანტინე გამსახურდია ცნობილ რომანში დიდოსტატის მარჯვენა. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია უშენებია. პირველი ტაძარი ეს იყო ხის ტაძარი, რომელმაც იარსება მე-5 საუკუნის 70-იან 80-იან წლებამდე, ხოლო როდესაც ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა და კათალიკოსი ჩაუდგა მთავარეპისკოპოსის ნაცვლად ეკლესიას სათავეში, აშენდა ქვის ეკლესია. მე-11 საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. და ლეგენდის თანახმად ის ხუროთმოძღვარმა კონსტანტინე არსუკიძემ ააშენა. სწორედ ტაძრის ფასადზე გამოსახული ხუროთმოძღვრის მკლავი დაედო საფუძვლად რომანს დიდოსტატის მარჯვენა. სვეტიცხოველი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მისი ფასადის მორთულობაში აქტიურად არის გამოყენებული ჩუქურთმები და რელიეფები. აქ ხვდებით როგორც რელიგიურ, ისე სიმბოლური დატვირთვის მქონე სკულპტურებს, ასევე ისტორიულ ტექსტებსა და სხვადასხვა მცენარეულ ჩუქურთმებს. ხუროთმოძღვრის წინაშე ედგა ძალიან რთული ამოცანა. ისე უნდა გაეკეთებინა ეს სვეტები და გუბად ისე უნდა დაეშენებინა, მასე რომ შიდა სივრცე არ უნდა დარღვეულიყო და ეხლა რომ უწოდებ, აკუსტიკაც უნდა ყოფილიყო. ყველაფერი ეს არის ბრწყინვალედ გადაწყვეტილი. ტაძარში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ გადაიშლება გრანდიოზული სივრცე. სხვა მრავალ სიწმინდესთან ერთად მსოფლიო ქრისტიანულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე, ქრისტეს კვართი ინახება. მაცხოვრის ჯვარცმის დროს იმ ჯარისკაცებმა, რომელთაც იგი ჯვარს აცვეს, მათ გაიყვეს მისი სამოსელი კვართი და იმ წილის ყრის შემდგომ ზუსტად მცხეთელებრიელებს ხელში ჩაუვარდათ ეს ყველაზე დიდი და განსაკუთრებული სიწმინდე, რომელიც ჩამოაბრძანეს მცხეთაში. სვეტიცხოველის ტაძარი თავდაპირველად მთლიანად ფრესკებით იყო მოხატული, მაგრამ მე-19 საუკუნეში ტაძრის კედლები კირით შეათეთრეს და ეს ფრესკები განადგურდა, თუმცა რამდენიმე ფრესკის ფრაგმენტი დღესაც შემორჩენილია. სვეტიცხოველი იმითაც გამოირჩევა, რომ სამხრეთის კედელზე მიშენებულია მინიატურული ეკლესია, რომელიც მე-14-მე-15 საუკუნეებში ჩაუდგამთ. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში გოლგოთას მთაზე ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით მე-4 საუკუნეში აშენებული ეკლესიის არაზუსტ ასლს. როგორც ამბობენ ჯვრის ნაწილი, რომელზეც იესო ქრისტე აცვეს ტაძარში ინახება. სვეტიცხოველმა საუკუნეების განმავლობაში უამრავ სირთულეს გაუძლო და როგორც კონსტანტინე გამსახურდია წერდა. 1000 წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.